ოთახში შემოვიდა გაბმული და თავში მიწავდა მუშტებს და იმ მუშტების შედეგად მე სისხლჩაქცევები განმითავდა თავზე, წარდგა მოგონა და შენს ოთახში სისხლჩაქცევები განმითავდა თავზე. ხო თქვით რომ წარდგა ვარ. აი ეს სისხლჩაქცევები თავზე რაც განიჭდა, თქვენ ოთახში, თქვენ წინ, როცა თქვენ ესე ვითომ არ იყურებოდით და კომპიუტერს აწკაპულებთ და თავში მივიხავდით, თქვენ არც რეაგირება განახორციელებთ. არ ყოფილა ეგეთი ფაქტები რა ბატონო მოსამართლე. კარგი ბატონო მოსამართლე. აღნიშნეთ მან თქვა რომ მაგ წარმოგონდა დახეცილი და მე თქვენ განახავთ რაღაც სურათებს სადაც მათ თავში უკვე გემატომები გაკეთებული ზუსტად მის ოთახში იქნა ეს გემატომები მიღებული. გაქვთ თუ არა უფლება ადამიანი გააშიშოთ. გახადოთ დასაცმელი. არ შეიძლება მე არ ვიცი რა გულისხმობს ახლა ბატონო იზაური, ჩხრეკა ჩატარდა პირადი ჩხრეკა, ბატონო რა თქმა უნდა შემოწმებული იქნა ხაშუზაძე პირადი ჩხრეკა ჩატარდა შემოწმებული. დაზარალებული პირი ისი უფლება არც ერთ პოლიციას არ აქვს. ანატოლი გიგაურის გამოკითხვის ოთახში შევიდა და რამდენჯერმე ხელის გამოყენებით თავის არეში ხელი ჩაარტყა. შესაბამისად ეხლა არ გვაქვს იმის ილუზია რომ აქ პოლიციელები მოვლენ და დაადასტურებენ ამ ფაქტს, იმიტომ რომ მათაც ძალიან კარგად იციან რომ აღნიშნული წარმოადგენს დანაშაულს ერთის მხრივ მათ მიერ და მეორეს მხრივ დამატებით დანაშაულს ეგრეთ წოდებული დაზარალებულის მიერ. შესაბამისად სამწუხაროდ ამ პირობებში მიუხედავად იმისა რომ მეორეს მხრივ მიმდინარეობს ამ ფაქტთან დაკავშირებით მათ შორის სამმართველოში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ამ ეტაპამდე პასუხი არ არის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურიდან და იქაც როგორც მოგეხსენებათ ვითხოვთ დაზარალებულად ცნობას ანატოლი გიგაურის აი ამ კონკრეტულად პოლიციელთა მიმართ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით.